მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და არასთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება შემდეგ საკითხს, თუ რას გეტყოდათ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ახლა. ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვიზედაც გსურთ მოისმინოთ ეს კონკრეტული საჯარო გაშლა, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მოდუნდით და ვნახოთ. რას გეტყოდეთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ახლა. მოდი ახლა ვნახოთ ჯერ ვისთვის არის ეს კონკრეტული საჯარო გაშლა, მოდი ესე დავიწყოთ. ვნახოთ ვისთვის არის ეს კონკრეტული საჯარო გაშლა. აი რა ხდება თქვენ სივრცეში ჯერ. ვნახოთ თქვენ სივრცეში რა ხდება მის მხარეს, რა ხდება თქვენს მხარეს. თქვენ საერთო სივრცეში, არკანი სამსჯავრო. რა საინტერესოა, მის სივრცეში რა ხდება? არკანი შეყვარებულები. არკანი მეეტლე. ჩემო ძვირფასებო, ძალიან უცნაურია. რაც ახლა თქვენ სივრცეში ხდება. პრინციპში თქვენი შეხვედრა შემიძლია ვთქვა, რომ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იმ გაგებით, რომ ამ ადამიანთან კავშირი, თუნდაც ეს იყოს ძალიან დროებითი და მცირე ხნიანი, თქვენს ცნობიერშიც და მის ცნობიერშიც იწვევს ძალიან დიდ მიზიდულობას. თითქოს თქვენში ბადებს განცდას და აღძრავს მოქმედების სურვილს, მასში ეს იწვევს ძალიან სათნო გრძნობებს გარეგნულად, მაგრამ შინაგანად იწვევს ძალიან დიდ დრტვინვას, ბრძოლას და ფსიქოსექსუალურ მიზიდულობას, აი თითქოს რაღაცა იზიდავს ამ ადამიანს თქვენ მიმართ და ზოგადად ერთმანეთის მიმართ აშკარად გაქვთ ფარული ძალიან ძლიერი მიზიდულობა. თუმცა ფარულს რატომ ვამბობ, იცით, უმრავლეს შემთხვევაში თქვენ ორს აუცილებლად გექნებათ რაღაცა დასაკარგი, რის გამოც ეს ურთიერთობა არის ისე როგორც არის. ანუ ეს არ არის ურთიერთობა, რომელიც როგორ გითხრათ, ან გამომჟღავნებულია და საზოგადოდ ცნობილია, ან რაღაც ეს არის ორი ადამიანის კავშირი, მაგრამ ეს კავშირი ამ ეტაპზე აქტიური არ არის. არის მხოლოდ ფიქრებისა და ემოციების დონეზე. ვნახოთ ახლა, ესეთია მოკლედ იდენტიფიკაცია და ახლა ვნახოთ, რო შეეძლოს ამ ადამიანს, რადგან ვნახეთ, რომ ეს უმრავლეს შემთხვევაში იქნება რაღაცა ისეთი, ვერ არის მთლად თამამი ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ ესე პირდაპირ ერთმანეთს ვერ ეუბნებით, რაც გინდათ, რომ უთხრათ, ვნახოთ, რომ შეეძლოს რას გეტყოდათ ეს ადამიანი ახლა. ანუ რას გეტყოდათ თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. რას გეტყოდათ? არკანი ეშმაკი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო. არკანი ხმლების ტუზი და არკანი ძალა. რა უნდა გითხრათ? და ხო გითხარით, ჩამოკიდებული კაცი დასტის ბოლოს. ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ამას გეტყოდათ იმას, რომ თქვენ მასში აღძრავთ და ეხებით მის ძალიან გაქვთ უნარი. სხვათა შორის, ჩემო მსმენელებო, ეხებით მის ძალიან ბნელ მხარეს და ამ ბნელ მხარეში იმდენად თავისუფლად აღწევთ, რომ ერთგვარ შიშს იწვევთ ამ ადამიანისას. აი თითქოს ნახეთ, როგორი ქალბატონი, რომელიც ესეთ ძლევამოსილ მეფეს. ეს ადამიანი არ არის სუსტი პიროვნება არც ერთ შემთხვევაში და მეტიც მე ვიტყოდი, რომ საზოგადოების თვალში საკმაოდ გაწონასწორებული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს და არის კიდეც, უბრალოდ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც შეძლო და უსიტყვოდ შეაღწია მის ძალიან
მისი სულისა და გულის ძალიან ბნელ კუნჭულებში და ეს თქვენ დაგეგმილიც არ გქონდათ, ეს თავისთავად მოხდა. ამავე დროს ნახეთ, თქვენ თითქოს, აი როგორი ხმლების ტუზი აქ გამოსახულია, ეს ლაბირინთი და ზემოდან ეშვება ეს ხმლების ტუზი, ხო? თქვენ თითქოს ინტუიციურად მიადექით ლაბირინთის გასასვლელს, ანუ ინტუიციურად იპოვეთ გასაღები. მე ვიტყოდი, რომ იმდენად ინტუიციურად არის ეს გასაღები თქვენი მხრიდან ნაპოვნი და შეგრძნებული, რომ თქვენც არ იცით რა არის ეს კონკრეტულად და რატო გაქვთ ამხელა ინტერესი და რატო გიზიდავთ ეს ადამიანი. ნახეთ, ახლა არკანი სამსჯავრო, სამართლიანობა მოვიდა კიდევ, ანუ მეოთხე მაღალი არკანი და დასტის ბოლოსაც გვაქვს მაღალი არკანი. გითხრათ სიმართლე ამ ადამიანს დაკეტილი აქვს. ეს არის ყველაზე საოცარი და ეს უკვირს კიდეც, რას გეტყოდათ, ალბათ გეტყოდათ იმას, რომ ძალიან მიკვირს, როგორ მოახერხე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ადამიანს დახშული აქვს მის გულის კარამდე მისასვლელი გზები და ძალიან დიდ ლაბირინთებს და გამოცდებს უწყობს ყველა ადამიანს, რომელსაც ამისი სურვილი უჩნდება და ეს თქვენ და უნებურად შეძელით და შეაღეთ ყველა დახურული კარი. ორიანი თასები მოვიდა აქ, ჩემო ძვირფასებო, კი ბატონო, და მოვიდა არკანი ფორტუნას ბორბალი. თქვენი შეხვედრა შესაძლოა უკავშირდებოდეს რაღაცა ტიპის თავყრილობას. ამავე დროს ეს თავყრილობა შეიძლება ყოფილიყო არა რაღაც ისე ჩვეულებრივ სივრცეში, შეიძლება ეს იყოს ან ქალაქგარეთ, ან აი გადაადგილებასთან დაკავშირებული თავყრილობა შეიძლება იყოს და ამავე დროს რასაც გეტყოდათ, არის იცით რა, რომ ამ ადამიანს თქვენში ხიბლავს უნარები, ის არაჩვეულებრივი უნარები, რაც გაგაჩნიათ. იცით რა, თვითონ ეს პიროვნება გეტყოდათ იმას, რომ მე ვიცოდი, მე ვიცი აქამდე, მეგონა რომ ვიცოდი ადამიანების მართვა, მაგრამ მე შენ ვერ გმართავ. ამასაც გეტყოდათ და თვითონაც გაოცებულია, რატო ვერ ახერხებს ამას. კი ბატონო, აი ნახეთ, მე რამდენი მაღალი არკანი მოდის, არკანი მაგი მოვიდა, ანუ თქვენ ახერხებთ თან ეთამაშოთ ამ პიროვნებას და თან წონასწორობა შეინარჩუნოთ ამ ურთიერთობაში. ძალიან საოცარია. მას ეგონა რომ იყო მანიპულატორი და აღმოჩნდით რომ ხართ თქვენ. 6-იანი თასები აღმოაჩინა უბრალოდ რომ თქვენ უფრო დიდი მანიპულატორი ხართ და 3-იანი კვერთხები. იცით რა, ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანს თქვენ მიმართ აქვს ძალიან დიდი ინტერესი. ანუ ინტერესი იმისა, რომ ამოხსნას რატო ხდება ის, რაც ხდება მის თავს. რატომ ვერ გიგდებთ თავიდან ესე მარტივად და რატო აქვს ამხელა ინტერესი თქვენს მიმართ. თვითონაც დაინტერესებულია ამ ყველაფრით, ხო? კი ბატონო, ანუ ნახეთ, აი ხმლების რაინდი მოვიდა აქ. აი თქვენ გამოიწვიეთ თითქოს სივრცეში ეს ადამიანი და მე დაუხურეთ კარი. აი ის კარი, რომელსაც თვითონ ხურავდა მანამდე სხვების მისამართით, ხო, ეხლა თვითონ აღმოჩნდა დახურული კარის წინაშე და აქვს ზუსტად ეს თან აწვება ამ კარებს და თან არც ყოფნის ძალა რომ შემოანგრიოს. 9-იანების თასები, კი ბატონო, და არკანი თასების ტუზი. იცით რა, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი იმ თვალსაზრისით, რომ საუცხოოდ მართავთ საკუთარ თავს, ფლობთ არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივად გესმით სხეულის ენა. არაჩვეულებრივად ფლობთ სხეულის ენას, თვალებით კონტაქტს ფლობთ არაჩვეულებრივად და უსიტყვოდ გებულობთ სიტუაციას, სადაც იმყოფებით. ეს არის ზუსტად თქვენი, ასე რომ ვთქვათ, კოზირი, რის გამოც ძალიან მარტივად ახერხებთ შეაღწიოთ ადამიანის ტვინსა და გულში. სხვა შორის აქ ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება იყოს კიდეც გარკვეული ტიპის არქეტიპულად თუ შევხედავთ რაღაცა ისეთი ძლიერი ენერგეტიკული ველის მქონე პიროვნება. ეს თქვენ ძალიან ძლიერი ენერგეტიკული ველი გაქვთ.
თქვენ კიდე რას მეტყვის არკანის სიკვდილი, ბოდიში არკანის სიკვდილი, რვიანი თასები, კი ბატონო და არკანი ისევ მოვიდა არკანის სამსჯავრო. იცით რა არის თქვენგან განშორება, იქ დასტის ბოლოს არის თასების მეფე. თქვენთან განშორება ხშირი არ არის თქვენი შეხვედრები, მაგრამ თითოეული შეხვედრა არის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი. ეს განშორება მასში იწვევს ძალიან დიდ ძვრებს და აფიქრებს სხვანაირად სხვა რაღაცეებზე. ანუ რასაც დაუშვათ სხვა დროს არ იფიქრებდა და ამდენ ხანს არ დაუთმობდა არავის. აი თქვენ შემთხვევაში ესე არ ხდება და აი ამას გეტყოდათ, რომ ვერ ახერხებს ამოგიგდოთ თავიდან. აი ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო. ამას გეტყოდათ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რომ თქვენ მასში იწვევთ განსაკუთრებულ ინტერესს, განსაკუთრებულ და ძალიან ძლიერ მიზიდულობას და ვერ ხდება ეს რატომ ემართება და რითი ხართ თქვენ განსაკუთრებული. იმიტომ რომ შეიძლება გარეგნულად, ვიზუალურად თქვენზე ბევრად ლამაზი, განათლებული, წარმატებული ადამიანები იყვნენ თქვენ სივრცეში, მაგრამ თქვენ ესე ახერხებთ და იქცევთ ადამიანების ყურადღებას და არც ეს ადამიანი არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. აი ესეთი იყო ჩვენი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, მოიწონეთ გვერდი, გამოიწერეთ და აუცილებლად დააკომენტარეთ, რამდენად რეზონირდა და ასევე მითხარით, მოგწონთ თუ არა ამ ტიპის საჯარო გაშლები, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი სივრცე და დავაკმაყოფილოთ მეტნაკლებად ყველა მსმენელის სურვილი და მოთხოვნილება. გისურვებთ ბედნიერ დღეს, წარმატებას და მშვიდობას. შეხვედრამდე.